ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები სულ უფრო იძაბება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მათ შორის შარშან დეკემბერში მომხდარი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებითაც. აზერბაიჯანულმა მედიამ აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა, როგორც მტკიცებულება, რომ სამგზავრო ლაინერის ჩამოგდების ბრძანება რუსმა სამხედრომ გასცა. რუსი დიპლომატის დაბარების წინ ეკატერინბურგში დაკავებულია აზერბაიჯანელებისთვის რამდენიმე აზერბაიჯანელი ბრალმკვლელობის მუხლით. 27 ივნის მათი დაკავების ოპერაციის დროს ორ აზერბაიჯანელს რუსმა სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, რის გამოც ორივე დაიღუპა. ბაქოს პროტესტის მიუხედავად რუსეთში აზერბაიჯანელების დევნა არ შეწყვეტილა. დღეს ერთი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი სანქტ-პეტერბურგში დააკავეს, ეკატერინბურგში კი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის შახინ შიხლინსკი უხეში ფორმებით აიყვანეს. მას ჯერ მანქანის მინები ჩაუმსხვრიეს, შემდეგ ავტომობილიდან გადმოათრიეს და ძირს დააგდეს. შიხლინსკის გარდა საჩვენებელი ოპერაცია ჩაატარეს რუსებმა ვორონეჟშიც, სადაც გავლენიანი ბიზნესმენი და ალექსეევკის ბაზრის მფლობელი იუსიფ ხალილოვი დააკავეს. აქედან მხოლოდ დიასპორის ხელმძღვანელი შიხლინსკი გაათავისუფლეს. აზერბაიჯანელების მასობრივი დაკავების საპასუხოდ ბაქოში ჯერ სპუტნიკის თანამშრომლები, შემდეგ კი რუსეთის 13 მოქალაქე დააპატიმრეს, რომლებსაც ბრალად ედებათ ირანიდან ნარკოტიკების კონტრაბანდა და კიბერდანაშაულები. რუს პროპაგანდისტებსა და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებსაც 4 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღსანიშნავია, რომ ეჭვმიტანილ რუსებს სემის კვალი ეტყობოდა, ურთიერთობების გაუარესების ფონზე აზერბაიჯანმა რუსული სკოლების დახურვა გადაწყვიტა. Დეტალურად ვნახეთ ყველა ვიდეო კადრი, ყურადღება მივაქციეთ ყველა დეტალს. დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების კანონიერ ინტერესებს დიპლომატიური არხებით და ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ამჟამად საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ბასტრიკინს მუდმივი კონტაქტი აქვს აზერბაიჯანის გენპროკურორთან და ამ კონტაქტების საშუალებით არ ყოფენ პრობლემურ საკითხებს. ჩვენ ახლა შემოგვერდება პაატა ზაქარიაშვილი, პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი. საღამოშვიდობისა ბატონო პაატა, მადლობა ჩართვისთვის. მოდით ასე დავსვათ პირველი კითხვა, რა დგას რეალურად ამ დაძაბულობის უკან? მოგესალმებით ნინო, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია, მოვლენა, რომელიც უკვე საწყისი არის დეკემბერი, შარშანდელი დეკემბერი, როცა რუსეთმა შეიძლება უნებლიეთ, არ უნდოდა, მაგრამ ჩამოაგდო აზერბაიჯანის თვითმფრინავი სამოქალაქო თვითმფრინავი, არაფერი არ ღონისძიება რა განახორციელა, რათა კაფეოდ ბოდიში მოეხადა და განახორციელებინა სახელმწიფოთა შორის ის ღონისძიებები, რაც ორ სახელმწიფოს შორის არსებობს და მას შემდეგ დაძაბულობა იზრდება. აზერბაიჯანს აქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ რუსეთი მას უნდა ექცევს როგორც პარტნიორ სახელმწიფოს და არა როგორც პატრონყმულ ურთიერთობებში, არა როგორც ვასალურ სახელმწიფოს. ეს არაერთხელ და ორჯერ იქნა გაჟღერებული აზერბაიჯანში, სხვადასხვა დონეზე, არა მარტო ჟურნალისტების დონეზე და ექსპერტების დონეზე, არამედ პოლიტიკოსების დონეზეც, პარლამენტის წევრების დონეზე, მაგრამ რუსეთი აშკარად იგნორირებას აკეთებდა და მუდმივად აზერბაიჯანს უყურებდა ისე როგორც თურქ საქართველოს და ასე შემდეგ, ანუ რაღაც პოსაბჭოთა სახელმწიფოს და აზერბაიჯანს ეს მიუღებელია 20 წლიდან მოყოლებული აზერბაიჯანი უკვე აზერბაიჯანმა გადაწყვიტა ყარაბაღის საკითხი თურქეთის მხარდაჭერით, აშკარად წელში გამართულია, რეგიონში წამყვანი სახელმწიფოა, ანგარიშის გასაწევი ძალა ირანისთვის, თურქეთისთვის, ორივე სახელმწიფოსთან მაქსიმალურად ცდილობს ჰქონდეს კარგი ურთიერთობები განსაკუთრებით თურქეთთან და ამ ფონზე აზერბაიჯანმა აბსოლუტურად სამართლიანად მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთი არ არის მისი პატრონი. უკეთეს შემთხვევაში რუსეთი შეიძლება იყოს მისი პარტნიორი და სწორედ ამასკენ მიისწრაფვის აზერბაიჯანი, რომ რაც უნდა ხდებოდეს, პრობლემები იყოს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, ეს უნდა წყდებოდეს არა პატრონყმული ურთიერთობებით, არამედ პარტნიორული ურთიერთობებით. ბატონო პაატა, შეგვიძლია ამას უწოდოთ თავმოყარე სახელმწიფოს ქცევა, სადაც საკუთარი ინტერესი არის გათვალისწინებული მაქსიმალურად აზერბაიჯანის მხრიდან. მე ამ კითხვას ვსვამ კონტექსტში, როდესაც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ყველაფერზე, რაც ითვალისწინებს სინამდვილეში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, ამბობს, რომ მათ არ უნდა თომი და მშვიდობის გამო შესაძლოა ყველაფერი დათმონ. აი აზერბაიჯანს ომი უნდა, როდესაც ახლა ჩვენ ხედავთ როგორ აპატიმრებს რუსეთის შპიონებს ფაქტობრივად თავის ქვეყანაში და სამწუხაროა ახლა რა თქმა უნდა ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ არ ერიდება მათი ნაცემების ჩვენებას
ამ ფოტოებს. სწორებით გეთახმებით, სწორედ ეს არის აზერბაიჯანს სურს თუ გაგრძელდება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები და ალბათ გაგრძელდება, იმიტომ რომ ორივე სახელმწიფო ჭირდებათ ერთმანეთი ნამდვილად, მაგრამ აზერბაიჯანს უნდა იყოს თანასწორი ურთიერთობები თანამშრომლ სახელმწიფოებს შორის და ის არაპირებს უკან დახევას, არაპირებს არანაირად დახუჭვას, თვალის დახუჭვას, ასაც კადრულობს მუდმივად საქართველოს ხელისუფლება და რა თქმა უნდა ეს ერთადერთი სახელმწიფოა ჯერჯერობით პოსტსაბჭოთა სივრცეში, ასეთი ძლიერი სახელმწიფო, ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორც ყაზახეთია, ისიც კი ვერ უბედავს რუსეთს ასეთ ქცევას. ეთქო ბალეევმა ჯერ არ იცის რომ არსებობს deep state-ები და რაღაც ამ ტიპის გლობალური ომის პარტიები და ამიტომ ესე თავამად იქცევა, იქნებ კობახიძესთან გაიაროს რაღაც გარკვეული კონსულტაციები. მაგრამ აშკარაა რომ აქ კითხვა შემოდის უკაცრავად, აი ჩაგეჭრებით ვალდებულების ნაწილში აქვს თუ არა რაიმე ვალი აზერბაიჯანს ახლა რუსეთის, როდესაც საუბარია თქვათ იგივე მთიანი ყარაბაღის თემაზე, იგივე თქვათ ენერგომატარებლების რაღაცა თვალსაზრით შეფერხება თუ შეუძლია ან დაშანტაჟება რუსეთს. ანუ რა არის ახლა რუსეთის ხელთ? ახლა პესკოვის ჩვენ პატარა ფრაგმენტი მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ კრემლის წარმომადგენელი ამბობს, რომ გამოიყენებენ ყველა ბერკეტს აი ამ პროცესში და გუშინ და გუშინ წინ იყო ცოტა ისეთი მუქარიშემცველი გზავნილებიც აზერბაიჯანის მიმართულებით. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ ცხოვრობს რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური რუსები ვიტყოდი ასე. აზერბაიჯანის ტერიტორია არ აქვს ოკუპირებული რუსეთს და არ შეუძლია იქედან მართო სიტუაცია, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსეთის ხელში არის ეთნიკური უმცირესობები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ესე ქვია, შეიძლება ლეკები მაგალითად და სხვა ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც შეიძლება რაღაც გარკვეულწილად შეუქმნას პრობლემები. ან და მუსლიმური კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც დაძაბულობა შეიტანოს, იმიტომ რომ აზერბაიჯანი მკაფიოდ აკონტროლებს ექსტრემისტულ მუსლიმურ ორგანიზაციებს და შეიძლება ამ მიმართულებით რუსეთმა რაღაც წარმოქმნას. მაგრამ მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი თურქეთთან თუ შეიძლება ასე ითქვას კავშირში და ირანთან თანამშრომლობით, მე მგონი რომ ამ გამოწვევებს გაუკავდება ყოველგვარი რუსეთის ანგარიში გაწევის გათვალისწინებით. მე მგონი რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი პარტნიორი ყავს აზერბაიჯანს თურქეთის სახით, რომელზე დაყნობაც ყოველ წუთში შეუძლია და ამ ზურგის გამოც ის არის წელში გამართული. ეს 20 წლიდან მოყოლებული. პარალელებს ვავლებთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ერთი რეგიონია, აქ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელსაც უნდა დომინირება და დომინირება არ თანაბარ უფლებიანად როგორ შეიძლება დომინირება, მაგრამ გამოცდილების თვალსაზრისით ეს არის პატრონყმული დამოკიდებულება, ხო? აი აქ ჩვენ სულ პარალელებს ვავლებთ, რომ ჩვენ ხომ უმეგობროთ ვართ ახლა დატოვებულები ქართული ოცნების გამო, ხომ? ჩვენ ხომ პარტნიორები აღარ გვინდა, როგორც მოქმედი არალეგიტიმური ხელისუფლება აცხადებს, რაღაც ამერიკის შეერთებული შტატები, აღარც ევროკავშირი, ხომ? აქ ირანთან თურმე გაძლიერებული ურთიერთობებია, ჩვენ არც ვიცოდით, რომ თურმე ჩანაწერების წიგნში როგორც მოწამეები ისეა შეფასებული ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის ეგრეთ წოდებული მხრიდან, აი აქ მომხდარი აი ეს ანტიტერორისტული ფაქტობრივად ოპერაცია, რომელიც ბოლო დღეებში ვიღილეთ ირანისა და უბრალოდ ისრაელისა და ამერიკის ჩართულობით, ხო? აი ამ ფონზე ზურგი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის თუ არა საკმარისი აზერბაიჯანისთვის, რომ განაგრძოს ესეთი თამამი ნაბიჯები. უაღრესად მნიშვნელოვანია რუსეთს ორადორი სახელმწიფოს ეშინია დედამიწის ზოგზე. ორადორი სახელმწიფო, ეს არის თურქეთი, ეს არის ჩინეთი. არც ამერიკის, არც ევროკავშირის არ ადარდებს თურქეთი, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს 10 მილიონი თურქულენოვანი მოსახლეობა და ისინი მათი სიმპათიები თურქეთის მიმართ არის მკაფიო. ამას ემატება ცენტრალური აზიის ქვეყნები. თურქულენოვანი ქვეყნებია პრაქტიკულად უმრავლესობა ტაჯიკეთის გარდა. შესაბამისად, თურქეთს დიდი გავლენა აქვს ჩინეთთან ერთად ამ ცენტრალურ აზიაზე. რუსეთს არანაირი ბერკეტები არ გააჩნია, რომ თურქეთის მიმართ განახორციელოს რაღაც გარკვეული რაღაც ღონისძიებები. პირიქით, თურქეთმა განდევნა რუსეთი სირიიდან. თურქეთი პრინციპში დევნის და იარაღით ებრძვის ლიბიაში სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც ლიბიაში არის, ერთ მხარეს თურქეთი ეხმარება, მეორე მხარეს ეხმარება რუსეთი. ძალიან ბევრი თურქეთი არ არის რუსეთის მეგობარი, როგორ უნდა დავიჯეროთ ამაში. თურქეთი ხშირ შემთხვევაში არის რუსეთის სიტუაციური პარტნიორი. ეს სხვა რაღაცაა. ენერგეტიკაში, მაგალითად, ბირთვული, მაგალითად, ელექტროსადგურის მშენებლობაში, ბევრ საკითხებში, ნამდვილად გაზი, ნავთობი არის ესეთი სიტუაციური პარტნიორი, მაგრამ გეოპოლიტიკაში არ არიან ისინი არ თანამშრომლობენ. პირიქით, ეხლა ჩვენთან ჩვენს ტერიტორიაზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე, როცა იყო დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები, პირველად გაიჟღერა და არჩევნები ჩატარდა სიტყვაზე არა ანტიქართული ლოზუნგებით, როგორც ჩვეულებრივ ტარდება ხოლმე, არამედ ანტითურქული ლოზუნგებით.
იმიტომ რომ აშკარად რუსეთს ეშინია შავ ზღვაზე და პირდაპირ ვერ უბედავს და აფხაზებით დაუპირისპირდა თურქეთს. ან შესაბამისად საქართველოს მიდის რა ნატოში კონსტიტუციაში გვიწერია რა. ჩვენი მეზობელი არის რა თურქეთი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. ვინაიდან საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო თურქეთთან ერთად, რომელიც ვარ ჩვენ კავკასიაშიც და შავ ზღვაზეც, თურქეთს უაღრესად საჭირდება საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობა. მაგრამ დარწმუნებული არაა, რომ ჩვენთან სტრატეგიული ურთიერთობები არ გაჟონოს ინფორმაცია რუსეთში. აი ენერგომატარებლები ახსენეთ თქვენ, შეუძლია თუ არა რუსეთს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლით პრობლემა შეუქმნას აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებს, რომელთა ნაწილიც სამხრეთ ევროპას ამარაგებს და რაღაცნაირად დააზიანებს საქართველოს პირველ რიგში. სამწუხაროდ წელს პირველად შეიძლება მოხდეს, აი ფიქრობ თუ არა რომ საქართველოს შეიძლება იქნას გამოყენებული ივანიშვილი, თუ კი გართულდება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები, რომ ეს ენერგომატარებლები შეფერხდეს. არა, აზერბაიჯანს უფრო ბერკეტები მეტი აქვს. ჩვენ ღმერთთან დავიფარო და თუ ასე რაღაც ციტავხედეზე წავედით, აზერბაიჯანი უფრო იოლად დაბლოკავს ჩვენ, ვიდრე ჩვენ დაბლოკავთ აზერბაიჯანს. სამწუხაროდ წელს პირველად ეს ვერსია არ განიხილება. არა, შეიძლება განიხილება, მაგრამ მე ვერ ხედავს, იმიტომ რომ აზერბაიჯანს უფრო მეტი რესურსები გააჩნია საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე საქართველოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მაგრამ წელს პირველად გაზი ჩვენ პირველად გაზის მოწოდება რუსეთიდან უფრო მეტია, ვიდრე აზერბაიჯანიდან. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი შეტყობინება და შეიძლება ეს ტენდენცია გაგრძელდეს. მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ შეძლებს რუსეთი საქართველოს საშუალებით აზერბაიჯანის ბლოკირებას. ერთადერთი ჩვენ შეიძლება ჩვენ თავი ბლოკირება მოვახდინოთ ჩვენ თავის. კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არაერთ მიმართულებაში ვახდენთ საკუთარი თავის ბლოკირებას. მაგრამ დავსვე შეკითხვა. აი, როდესაც აზერბაიჯანი საუბრობს ახლა რუსული სკოლების დახურვაზე უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, პარალელურად სომხეთი საუბრობს რუსული ბაზების გაყვანის აუცილებლობაზე სომხეთის ტერიტორიიდან, პლუს ამას ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ფორსირებულად მიდის ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები, უმჯობესდება და ძალიან მალე ისინი საქართველოს დაეწევენ იმ თვალსაზრისით, რომ უვიზო მიმოსვლა ჩვენ შეიძლება ჩამოვრჩეთ ამასობაში, უვიზო მიმოსვლა ექნებათ ევროკავშირის ქვეყნებთან. აი აქ ამ შემთხვევაში სომხეთს რა უქმნის ზურგს, მაშინ როდესაც ასეთ თამამ ნაბიჯებზე მიდის ასევე. შეიძლება სომხეთთან ერთად ჩავრთოთ მოლდავეთიც. მოლდავეთსაც კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია მოლდავეთი. უფრო ახლოს არის მაინც ევროკავშირთან და დასავლეთ ტერიტორიულად ვამბობ და ჩვენ ორივე საერთიანი. რა თქმა უნდა, მოკლედ აი ამას ვიზეთ ჩვენ საუბრობთ, ყველას უნდა ომი. იმიტომ რომ ცდილობს დისტანცირებას რუსეთიდან. ასე გამოდის და აი ეს ფაქტობრივად მთლიანად ანულებს აი ამ რაღაცა მოგონილ მითოლოგიურ არგუმენტს, რომ თითქოს განულებულია დიდი ხანია არავინ თუ წინააღმდეგობას გაწევ, თუ კი საკუთარ ინტერესს დაიცავ, შეიძლება ვიღაცამ დაგბომბოს და ომის და ზოგადად არა თუ ომის საფრთხეების შექმნა, არამედ მშვიდობას შეუქმნა საფრთხე ქვეყანაში, ვინც ერთ ფრაზას მაინც იტყვის რუსეთის წინააღმდეგ, ხომ? აი ეს დიდი კონტექსტი ამას ამტკიცებს კიდევ ერთხელ, რომ ქართული ოცნების მიერ კოპირებული გზავნილები რუსეთიდან, კრემლიდან არის მთლიანად ჰაერის ასე ვთქვათ ბუშტი, რომელიც შეიძლება გასკდეს და პრინციპში არ არსებობს. ის თავის ამორჩევლისთვის ხოლო თავის ამორჩევლს აი ის მათაც არ ჯერათ, თქო ჭირდებათ არგუმენტები, თორე მე მოლდავეთი იმიტომ დავუკავშირე სომხეთს, რომ იქაც და იქაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ, სახელმწიფო ინტერესებიდან უპირისპირდებიან რუსეთს და იციან რა რუსეთი არის მათი მთავარი მტერი. და ჩვენთან ეს განცდა არ არის. ჩვენთან საქართველოში მხოლოდ პარტიაზე არის მორგებული მთელი სახელმწიფო სამსახურები და არასახელმწიფოს ინტერესებზე. ეს არის პრინციპული განსხვავება. ამიტომ პაშინიანი რაც უნდა მოწყვლადი იყოს და მოწყვლადი არის, იმიტომ რომ ეკონომიკა პრაქტიკულად მთლიანად რუსული არის. სამხედრო ბაზა, ლეგიტიმური სამხედრო ბაზა იმყოფება სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში. ძალიან დიდი გზაა გასავლელი სომხეთს ევროკავშირამდე. ჩვენ მნიშვნელოვნად უფრო ახლოს ვართ. კარები ღია, ჩვენ კანდიდატობის სტატუსი გვაქვს, უნიკალური მონაპოვარია. მიუხედავად ამისა, სომხეთი მოძრაობს ევროკავშირის მმართველები, ჩვენ კი მოძრაობთ ევროკავშირიდან. ეხლა ხანს გაუქმდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ნატოს ევროატლანტიკური სტრუქტურები, ნატოსა და ევროკავშირის მმართველები და დაეთხოვნილი იქნა სამსახურიდან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. აშკარად ჩანს რომ საქართველოს ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს დისტანცირება ევროპისა და ნატოს ინტეგრაციის გზიდან. ამ ფონზე ბუნებრივია სომხეთი და მოლდავეთი თვალსაცემია. შეიძლება დავიმახსოვროთ საქართველოს მოსახლეობამ განსაკუთრებით რიცხმას აძლევს ქართულ ოცნებას დაიმახსოვროს თარიღი. იმ დღეს როცა მოლდავეთი გაწევრიანდება ევროკავშირში, იმ დღეს უნდა გავწევრიანებულიყავით ჩვენ ევროკავშირში და სამწუხაროდ შეაფასონ ის მანძილი, რაც მათ
ქართულოცნების ამორჩევლება დაუშვეს, როცა ხმა მისცეს ქართულოცნებას და ამით თავის შვილებს და შვილიშვილებს უარი უთხრეს ევროკავშირის პერსპექტივებზე. აი ჩვენ ნახავთ, რამხელა დოდა გვჭირდება მოლდავეთის შემდეგ, რომ ჩვენ გავწევრიანდეთ ევროკავშირში თუ ამის შანსები მოგვოცა კიდე როდეს. ეს კატასტროფული ღალატი, რასაც ქართულოცნება ახორციელებს სახელმწიფოს მიმართ და აზერბაიჯანისა და სომხეთის ქცევები მშვენიერი მაგალითია, რომ სახელმწიფოს ინტერესები უფრო მაღლა უნდა დააყენო, რაც არ უნდა მოწყვლადი იყო, ან და ეჭვის ქვეშ იყოს მაგალითად მესოფლებები და ასე შემდეგ. კი ბატონო და ბოლო კითხვა. აი დიდი კონტექსტი ჩვენ სამი ქვეყანა კავკასიის ხომ, რომელსაც თავიდან ევროკავშირი ერთი თარგით უყურებდა ხომ, ერთი პაკეტით, შემდეგ ჩვენ გადავინაცვლეთ წინ წავედით და ვიყავით პაკეტში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. ეხლა ლიდერები ვიყავით. აღარ იქაც ვიყავით ლიდერები, ხო. ახლა ჩვენ აღარ სადვართ ფაქტობრივად და შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს იქცეს რუსეთის მთავარ დასაყრდენად, ჩვენ და სამწუხაროდ რეგიონში, მაშინ, როდესაც ყველანაირად ცდილობს დისტანცირებას რუსული ინტერესიდან, როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი. სომხეთი და აზერბაიჯანი ახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ქცევებს, იმიტომ რომ ინსტიტუციონალურად ჩვენზე მეტად მიბმულები არიან. სომხეთი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, სომხეთი ოდკბ-ს კოხოს წევრია, ბოდიში რუსული აბრევიატურისთვის, კოხოს წევრია, დსთ-ს წევრები არიან ორივე და უფრო ღრმად არიან ჩაფლული რუსულ ეკონომიკაში. ჩვენ ტემპით თუ ივიან ძალიან მალე შეძლებენ მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც და ფორსირებულად გათავისუფლება სხვადასხვა. ამიტომ ვიდრე არ დაიწყება ლაპარაკი საქართველოში, რომ უნდა გავწევრიანდეთ დსთ-ში, რაც შეიძლება ერთ დღეში მოხდეს, მაგრამ ვიდრე ამაზე ლაპარაკი არ იქნება, დღეს რომ გავწევრიანდეთ დღეს ამ წუთში, ერთი კვირით ადრე მაინც გოცოდინება თუ უფრო ადრე არა. თუ არ იქნება ლაპარაკი დიპლომატიურ ურთიერთობების ადგენაზე, თუ არ იქნება ლაპარაკი იგივე აი კუხოსში გაწევრიანებაზე, ასე შემდეგ, მანამდე საქართველოს მხოლოდ პოლიტიკურადაა მიმული რუსეთზე და არანაირი ინსტიტუციონალური ბმა არ აქვს. ეს ჩვენი უდიდესი უპირატესობაა, რაც არ უნდა დაუშვათ, რომ გადავლახოთ ეს ხაზები. არ უნდა გავიწყდეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია მას შემდეგ, რაც სოხუმში და ცხინვალში შეიქმნა საელჩოები. შესაბამისად და ქართულოცნებას არაერთხელ და არაასჯერ თუ ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაასჯერ უთქვია, რომ ვიდრე სოხუმში და ცხინვალში არის საელჩოები, ჩვენ საქართველოს და რუსეთს შორის არ აღდგება სამართლებრივად და იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ წინ ვართ, თქვენ ამას ბრძანებთ, თუმცა პოლიტიკურად ამ წუთისთვის კონტექსტუალურად ყველაზე მეტად მიბმულნი. დიახ, იურიდიულად წინ ვართ და არა მარტო არამედ ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში წინა ვართ. ხო, ჩვენ კანდიდატი ძალიან მაღალი კატეგორიის, უფრო მეტია ვიდრე ვიზა ლიბერალიზაცია. მოდი, ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მტკივნეულია ჩვენთვის, იმიტომ რომ ყოველ ადამიანს ეხება და ვერ გქონდა, თორე კანდიდატსაც მნიშვნელოვანი მოყოვარია. შეჯამება მინდა გთხოვოთ აი ამ საკითხის და დაგემშვიდობებით.